მთავარი თემა არის ორი ლიდერის შეხვედრა, ორი სუპერძალის ხელმძღვანელის, რომელიც დღეს მსოფლიო წესრიგს განაპირობებს და კარნახობს. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტრამპისთვის უმნიშვნელოვანესი თემა ახლა არის ირანი. Რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანია ბოინგიც გაიყიდოს, იმიტომ რომ თვითონ ქვეყანაში რთული ვითარება აქვს ახლა და ამერიკული ხორცი და სოიოთ შევიდეს ბაზარზე, მაგრამ მაინც დავიწყოთ ირანის თემით, რა გამოიკვეთა, რა შეუძლია გააკეთოს ჩინეთმა დღეს ამ ომში ამერიკის სასარგებლოდ. მოგესალმებით, დავიწყოთ იმით, რომ ირანი არის უკიდურესად იზოლირებული ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად ესე მოკავშირეები არ ჰყავს და სტრატეგიული პარტნიორები და ამ სანქციებიდან გამომდინარე, რომელიც მას 1979 წლიდან აქვს დაწესებული, სანქციების დარღვევით, ჭრილოვანი ფლოტების და სხვა საშუალებებით ახერხებს მაინც საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტირებას, რაც აცოცხლებდა აქამდე ირანის ეკონომიკას. თუმცა ეგეც შეწყდა ახლა, რადგანაც საზღვაო ბლოკადაშია ირანი და საერთოდ საზღვაო გზით მას აღარ შეუძლია უკვე ამ ნავთობის ექსპორტირება და მისი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი, უბრალოდ მთავარი შემსყიდველი იყო ჩინეთი, 90% ყიდულობდა დაახლოებით ირანული ნავთობის ეს ჩინეთი. რა თქმა უნდა, ირანისთვის წამგებიან ფასად, მაგრამ მაინც ეს ირანისთვის იყო ერთგვარი ეკონომიკის გადარჩენის საშუალება. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩინეთი ყიდულობს, რადგანაც ის ერთადერთი შემსყიდველია, ბევრი აღიქვამს, რომ ეს შეიძლება იყოს ბერკეტის ჩინეთისთვის, ირანთან სასაუბროდ და ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად. ასევე ამ ომმა ძალიან დააზიანა პაკისტანის ეკონომიკა და ზოგადად მძიმე ვითარება პაკისტანში და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პაკისტანი გახდა მთავარი შუამავალი ამ კონფლიქტში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ესეც იყო, ხო, იმიტომ რომ პაკისტანში ნავთობის დეფიციტია, გაჩერდა უკვე საჯარო სამსახურები რთულ ვითარებაში და სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს და აქედან გამომდინარე პაკისტანის ინტერესიც ამ ომის და ამ კონფლიქტის აღმოფხვრა. მაგრამ ირანს რა ხალხი მართავს აქამდე მივდივართ, ხო? მართავენ რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ყველაზე რადიკალი გენერლები, აჰმედ ვაჰიდი, ხალი ხამენეის ყოფილი მრჩეველი მოხსენ რეზაე და სხვები, რომლებიც რაციონალურად არ უყურებენ საგარეო პოლიტიკას და ნამდვილად არ დაჯდობენ იმაზე, რამდენი ადამიანი დარჩა ირანში უმუშევარი, რამდენად გაუფასურდა ირანული რეალი, რა ინფრასტრუქტურის ნგრევა მიიღო ირანულმა ინდუსტრიამ და ირანულმა ეკონომიკამ და ისინი მზად არიან ამ რევოლუციის იდეისთვის და სხვა თავისი ამ რადიკალური წმენებისთვის ყველაფერი გაწირონ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რა ჯერერთი ეს არ არის საერთოდ სი ძინფინგის სტილი, რომ ამაში ჩაერიოს ეგრე და მით უმეტეს ამერიკის სასარგებლოდ რაღაც გააკეთოს და მე ბერკეტებსაც ვერ ვხედავ. თუმცა ისე არ უნდა აღვექვათ, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ჩინეთისთვის მომგებიანია ის, რომ ამერიკამ თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია ამ ომში და ერთგვარად წარუმატებლობა და მაინც აღქმული ეს სამხარეო კამპანია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩინეთიც ზარალს იღებს ამით. ის ხრივ მას აკლდება ნავთობი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ირანი იყოს ბირთვული ქვეყანა. მეორე არის ის, რომ ნავთობის დეფიციტი ჩინეთსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს, იაპონიას და ამ ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი მარაგები ნავთობის, ზოგს ორთვიანი, ზოგს სამთვიანი, ეს ორი თვე და სამი თვეც მალე გავა. ჩინეთს ახლა უნდა გავიაროს, თორემ ძალიან დივერსიფიცირებული აქვს ნავთობის შესყიდვის წყაროები. ჰყავს რუსეთი, ბრაზილია, ანგოლა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წილი მოდის სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. იყიდის ამერიკულ ნავთობს? აი, ამაზე გადავდივარ, გაკეთდა ეს განცხადება, რომ შეიძლება ამერიკული ნავთობის შესყიდვა დაიწყოს ჩინეთმა და მე არ გამოვიცხავ ამასაც. პრინციპში ჩინეთისთვის ეს იმ სტრატეგიაში ჯდება, რაც მათ აქვთ, რომ ერთ წყაროზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული და ეს დივერსიფიცირებული უნდა ჰქონდეთ. თუმცა ის, რომ ნავთობი ესე გაძვირდა ამ ომის გამო, ეს პრობლემაა ჩინეთის ეკონომიკისთვისაც და შიგნითაც ქვეყნის, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ესე ბერკეტები რა აქვს ჩინეთს ირანის ამ რეჟიმზე მოსახდენა და ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის, რომ მით უმეტეს ის, რასაც ტრამპი ეთხოვს ირანელებისგან, ეს კატეგორიული წითელი ხაზია მათთვის, ხო, ამ ბირთვული პროგრამის შეწყვეტა, ამ გამდიდრებული ურანის, რომელიც 60%-მდე გამდიდრებული 440 კილოგრამი, მის გადაცემა, ასევე ამ პროქსი დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტა, ბალისტიკურ რაკეტებზე შეზღუდვები და რაც თავია ირანელები ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტე უკვე ჩვენია და ვინც აქ გაივლის, ყველამ უნდა გადაგვიხადოს თუ გინდათ მათმა ტანკერებმა გაიარონო და
ჯერ ომი მიუხედავად იმ გრევისა და იმ ზიანისა, რაც ირანმა მიიღო, ისინი თავს დამარცხებულებად არ თვლიან. და ეს ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ ომი უნდა განახლდეს. სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები იმ შედეგებით ვერ დასრულდება, რაც ამერიკას სურს. მით უმეტეს, რომ ტრამპმა თქვა, რომ ბირთვული იარაღზე პირველივე წინადადება ეწერა ისეთი, რომ მე უკვე დანარჩენი აღარ გავაგრძელე, უარს არ ამბობენ, მაგრამ აი ბენიამინ ნეთანიაჰუს ფორმულას რო დაუბრუნდეთ, თუ იქნება ნება, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და გამოვიტანოთ ბირთვული იარაღი. რას შეიძლება ეს გულისხმობდეს? პატარა სპეცოპერაციას, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურები ატარებენ, თუ სამხედრო ოპერაციას? აი დავიწყოთ ჯერ აზია საუბარი. საუბარი არის წინა ომისას, 25 წლის ომისას, როდესაც დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ფორდოს და ნათანცის ბირთვული ობიექტების ნანგრევების ქვეშ ღრმად მიწაში არის 440 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი. სამოქალაქო საჭიროებებისთვის ურანი უნდა იყოს გამდიდრებული 3.4%-მდე. მაგრამ ბირთვული ქობინის შექმნა თუ გინდა, რომელსაც მე აქცევ ბირთვული იარაღად, გჭირდება 90%-მდე გამდიდრება. ამ 60-დან 90%-მდე ძალიან მცირე მანძილია უკვე დარჩენილი. და ეს 60%-მდე გამდიდრებული ურანი ირანი შეთანხმება ვერ ხერხდება იმაზე, რომ ირანმა ეს ურანი გადასცეს ვინმე მესამე ქვეყანას, მაგალითად რუსეთს ან გაანადგუროს ან სხვა ფორმით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმდენად ღრმადაა მიწის ქვეშ, ირანსაც არ აქვს წვდომა ამ ურანზე. ამას ჭირდება გათხრები, სალკე სპეცოპერაცია აქვს ირანს ჩასატარებელი იმისთვის, რომ ის ამოიღოს და მე თუ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბირთვული იარაღის დონემდე გამდიდროს. ეხლა ამ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს აქვს გაზის ფორმა, როგორც ამბობენ, ამაზე დიდი ინტერვიუ ჰქონდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ გროსის, ხო? ამიტომ, მაგრამ თქვენ თვითონ რაც გაამდიდრეს და რაც 60%-იანი, რაც მიწის ქვეშა. მაგრამ ამის გატაცება ცოტა აი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, იმიტომ ეს არის ღრმად მთის ქვეშ და ესე ვერ ჩახვალ იქ რამე შახტა კი არ არის და გზა ის უნდა გათხარო. და ამას შეიძლება დღეები დასჭირდეს და როგორც კი სპეციალს გადასხავ და რაღაც ამის ცდელობას დაიწყება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ომი დაიწყება და ხო, ნეთანიაჰუ ისე მარტივად ამბობდა. შეხვალ და წამოიღებ, აი რამდენჯერმე ჩაიკითხა ჟურნალისტი. ნეთანიაჰუ უნდა დავაკნინოთ, იმიტომ რომ ბევრჯერ გავაკეთებია ეგეთი რაღაც. ამიტომ ამბობ. გვახსოვს არქივი გაიტაცეს ირანელების ბირთვული და ლიკვიდაციები, გვახსოვს ბირთვული ფიზიკოსებს, უბრალოდ ეს კიდე სხვა სირთულის ოპერაცია, იმის გამო რომ საუბრობთ ღრმად მიწის ქვეშ არსებულ ურანზე. ამიტომ არ ვიცი, საუკეთესო სცენარია, რომ აი პაკისტანმა შესთავაზა ეს ირანს და ამერიკელებს, რომ ჩვენი არმია შევა იქ, ჩვენ ამოვიღებთ ამას, რაღაც შეთანხმების ფარგლებში უნდა გაცვლილიყო, ხო? ამ ურანს წაიღებდა პაკისტანი და სანაცვლოდ ამერიკა მოუხსნიდა რაღაც სანქციებს ირანს და ათეულობით მილიარდის მიღების საშუალებას მისცემდა, რაც დიდი შვება იქნება ირანის ეკონომიკისთვის, რომელიც ომამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო და ახლა ომმა კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. და ამ ფორმულაზე ირანი რა შემთხვევაში დათანხმდება. იმიტომ რომ არახში დღეს ამბობდა, რომ ამერიკელებს არ ვენდობით და არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგავთ. დაახლოებით ასეთი იყო. ალბათ გამოსავალი არის, ორი გზა არის, ხო, ერთი არის, რომ რაღაცას ამერიკაც თმობს და უახლოვდება ირანის პოზიციებს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია და მეორე არის მეტი სამხედრო ზეწოლა, რაც აიძულებს ირანს, რომ ამას დათანხმდეს. უბრალოდ აქვს თუ არა სურვილი დონალდ ტრამპს განაახლოს ომი და აქვს თუ არა მას სურვილი უფრო აქტიურად და უფრო მრავალმხრივად ჩართოს ამერიკის არმია, გულისხმობ სახმელეთო კომპონენტის ჩართვა, სხვა კომპონენტების ჩართვა, რაც აქამდე არ ყოფილა, აი ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. სწორედ ამიტომა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შესული. თუმცა ჩინეთში ვიზიტზე დავუბრუნდები, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი იყო. ერთი ალბათ ეს ეკონომიკური საკითხები თქვენ უკვე ახსენეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე სოიო, იგივე საქონლის ხორცის ამბავი, ბოინგების გაყიდვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთგვარი დათბობა ვნახეთ ამ სავაჭრო ურთიერთობებში, იმიტომ ფაქტი რაც იყო არის ის, რომ ეს სავაჭრო ომი ორივე მხარეს აზიანებდა, რომელიც თავიდან დაიწყო დონალდ ტრამპმა, როცა პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ჩინეთი დემოკრატია არ არის, იქ ხალხს ინფლაცია აწუხებს, მაგრამ პროტესტს ამის გამო არ გამოხატავს და ამერიკა არის დემოკრატია და წინა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადაირჩიეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ფასების დალის გამოც ის დამარცხდა, ხო? 3.5% იყო ინფლაცია მხოლოდ შეგახსენებთ და
აქედან გამომდინარე ძალიან რეაგირებს ამერიკული საზოგადოება ამ ყველაფერს და მაგრამ იმ სავაჭროში გადამწყვეტი აღმოჩნდა ეს რომ ჩინეთს აქვს ერთგვარი მონოპოლია მსოფლიოში კრიტიკული მინერალების მოპოვებაზე და მათ ექსპორტზე, რომელიც ყველა მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოებაში უმნიშვნელოვანესია ეს კრიტიკული მინერალები და როდესაც ჩინეთი ამერიკას დაემუქრა ამის ამერიკაში ექსპორტზე შეიძლება რამე შეზღუდვები დაეწესებინა, ეგრევე ბაზარმა რეაგირება და ამერიკული ამ ტექნოლოგიური კომპანიები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რომ ამ მინერალების გარეშე პროდუქციის წარმოება გაუჭირდებოდათ და საბოლოოდ სამხრეთ კორეაში შეხვდნენ ტრამპი და სი ძინპინგი და შედგა ზავი ერთგვარი ბუსანში, რომლის შემდეგაც შეუმცირა 57-დან 57%-მდე ტარიფები ამერიკამ ჩინეთს და შეთანხმდა, რომ შემდეგ შეხვედრამდე ეს ესე იქნება. ამ შეხვედრას ახლა რაც ვნახეთ, პრინციპში კიდევ უფრო მეტი წინსვლა მოხდა ამ მიმართულებით, არანაირი ახალი ესკალაცია არ მოხდა რა. კიდევ უფრო გაუხსნეს ერთმანეთს ბაზრები. თანაც ტარიფების თემამაც იქონია გავლენა 155%-დან 10%-ზე ჩამოვიდა, ხო, ეს თემა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და ბუნებრივია. კი, ამ პროცესმა გავლენა იქონია შეთანხმების მიღწევაზე. კი, და ანუ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რომ ორი რაღაცა ხო მნიშვნელოვანია. ერთი რომ სავაჭრო დეფიციტი რაც ამერიკას გააჩნია ჩინეთთან მაქსიმალურად შემცირდეს და რამდენადაც ბევრი საქონელი შემოდის ამერიკაში ჩინეთიდან იმდენად რომ ბევრი გადიოდეს ამერიკიდან ჩინეთში და რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ ეს პროდუქტები ამის დაბალანსებას ხელს შეუწყობს მეორე მხრივ ჩინეთთვისაც მნიშვნელოვანია ის რომ ეს ყევები შეწყდეს ამ ტარიფების და სხვა მიმართულებით და ჩინეთი მერე გააგრძელებს სოფლიოში პოზიციონირებას როგორც უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორი სხვა ქვეყნებისთვის განსხვავებით ამერიკისგან რომელმაც ტარიფები მხოლოდ ჩინეთს კი არ დაუწესა სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას დაუწესა ტარიფები რამაც გამოიწვია ეს სხვა ქვეყნების ლიდერები ჩადიოდნენ სი ძინპინგთან და მათთვის სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებდნენ რაც რა არის ახლა ჩინეთის სტრატეგია რადგანაც ამერიკული რეალურად ამანურბიც გაკარნის ხო კანადასაც მათ შორის და ევროკავშირსაც ურსულა ფონ დერ ლაიენს და მესამე სამყაროს ქვეყნებზე აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში და სხვაგან ჩინეთის გავლენის ზრდაზე ბოლო წლებში ხო და ჩინეთის სტრატეგია რა ისო რადგანაც ამერიკა ხან ტარიფს გვიწესებს ხან გვიხსნის ამერიკულ ბაზარზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ და სხვა ბაზრები გავხსნათ ჩვენი პროდუქციისთვის და ამ თვალსაზრისით ეს ბოლო წელი მნიშვნელოვანი იყო რადგან სადღაც 20%-ით გაზარდა ჩინეთმა არა ამერიკულ ბაზარზე არამედ სხვაგან თავისი ექსპორტი და თავისი ვაჭრობა და ეს სტრატეგია რა თქმა უნდა მათთვის ძალაში დარჩება და თავად მაინც ტაივანის საკითხი იყო ამ დიახ ვიდრე გადავალთ ტაივანზე ერთი რამ მინდა ვთქვა როდესაც წამოვიდა ტრამპი დაურეკა Air Force-ის ბორტიდან იაპონიის პრემიერ-მინისტრს ტაკაიჩის, ასევე ესაუბრა ფრიდრიხ მერცს და ბრუნდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა გახდა ტაივანის თემა, იმიტომ რომ ვიდრე დაბრუნდა უკვე მანამდე თითქმის უკვე მედიაც იქ ადგილზე მაიკ ჯონსონიც აღმოჩნდა ჟურნალისტების ალყაში, ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. რამდენად შეიძლება ტრამპმა ახლა წარმატებულად გაყიდოს ეს ვიზიტი ქვეყანაში, თუ კი ტაივანთან დაკავშირებით თავის მკვეთრ პოზიციას არ დააფიქსირებს. თუ ეს შუალედური განცხადება რომ მე არ ვილაპარაკებ ამაზე თავს შევიკავებ არ მინდა ახლა მისი დამოუკიდებლობა მაგრამ არც ომი მინდა საკმარისი იქნება რომ ამ ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება ამერიკელების ტაივანთან დაკავშირებით გაანეიტრალოს და ამშვიდოს. ეს გამოჩნდება საბოლოოდ გადაწყვეტილებებს მიიღებს იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით 14 მილიარდიანი პაკეტია შეთანხმებული, რომელსაც ყიდულობს ტაივანი ამერიკისგან თანამედროვე შეიარაღებას. წინასწარი თანხმობა არსებობს, მაგრამ ტრამპის საბოლოო თანხმობა სჭირდება ამას და აი რა გადაწყდა ამ შეხვედრაზე და რა გავლენა მოახდინა სი ძინპინგმა მასზე გამოჩნდება იმაში საბოლოო თანხმობას მისცემს თუ არა შეიარაღების ამ პაკეტის მიყიდვას ტაივანისთვის დონალდ ტრამპი ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება. თუმცა სექტემბრამდე ალბათ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ დაგეგმილია სი ძინპინგის ვიზიტი ვაშინგტონში და სექტემბრამდე არ მოხდება. ეს უკვე დიდი წარმატებაა სი ძინპინგისთვის. ეს თუ სექტემბრამდე არ მოხდა, იმიტომ რომ ამ პაკეტის დამტკიცებას ცალკე ძალიან სერიოზული შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მოხდა ტაივანში, სადაც უცნაური ვითარება პრეზიდენტის სხვა პარტიიდანაა და პარლამენტს ოპოზიცია
პროცესი აკონტროლებს, რომელიც უფრო პროჩინულადაა განწყობილი და ის არ ეთანხმება პარლამენტი ამ თანხების გამოყოფას ამ შეიარაღების შესყიდვისთვის და ამ ოპოზიციის ლიდერი ცოტა ხნის წინ ჩინეთში იყო ჩასული და სი ძინფინგს შეხვდა და საკმაოდ ესეთი პოზიტიური მესიჯები გაუშვა ჩინეთის მიმართ. ამიტომ ამ ხრივაც ძალიან საინტერესო ვითარებაა და ზოგადად ჩინეთის სტრატეგიას რო შევხედოთ ტაივანის მიმართ, ეს არ არის ის, რომ რაღაც ჩინეთი დღესვე ომისთვის ემზადება. ჩინეთი რაღაც პროვოკაციებს აწყობს, ხან საზღვაო წყლებში, აკვატორიებში შევლენ, ხან საჰაერო სივრცე დაირღვევა, პლუს რა თქმა უნდა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს თავდაცვაზე და განსაკუთრებით საზღვაო ფლოტს ავითარებს, მაგრამ მაინც ჩინეთი ყველაზე მეტად ასაც ცდილობს არის ტაივანში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას, რათა ერთის მხრივ აპელირებას იმაზე, რომ ჩვენ ერთი იდენტობის ხალხი ვართ, ჩინელები ვართ ყველა და საერთო კულტურას წარმოვადგენთ და მეორეს კი, ერთი სამშობლო ერთიანი ჩინეთი მოკლედ. კი და მეორეს მხრივ ის, რომ ჩინეთი იმდენად დიდი და ძლიერია ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც, რომ მასთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს და ეს არავინ არ უნდა გაბედოს. და აი ესაა ორი მიმართულება, რომელიც საზოგადოებრივი განწყობის შეცვლაზე მუშაობს. ჯერ ეხლა ამას წლები დაჭირდება, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა არსებობს იქ ალტერნატიული მოსაზრებების და ეგრე არ არის, რომ ჩინეთი უნდა იქ მოსახლეობას. ორი დიდი პარტია, რომელსაც განსხვავებული ხედვები აქვს, ხო? აქედან გამომდინარე ეს გრძელი პროცესია და ჩინეთის სტილი ზოგადად არ არის პუტინივით საზღვარი გადაკვეთოს არმიის და აგრესიებში დაწყნა ჩუმად. კი, ისინი ამას გრძელვადიან პროცესად აღიქვავენ და ამ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია ის, რომ მათი მთავარი მიზანი რა იყო, რომ ტრამპს შეეცვალა ფორმულირება ტაივანის მიმართ და ეთქვა, რომ ჩვენ აქამდე არსებული ფორმულირება ამ ტაივანის მიმართ იყო, რომ ჩვენ მხარს არ უჭერთ არსებული წესრიგის ცალმხრივად შეცვლას და თუ ტრამპი იტყოდა, რომ მხარს არ უჭერთ და ვეწინააღმდეგებით ამას, ეს იქნებოდა მათთვის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, მაგრამ ეს არ უთქვამს ტრამპს. სამაგიეროდ ტრამპმა თქვა, მარტო მე ვიცი დავეხმარები თუ არა ტაივანს, რაც საკმაოდ ორაზროვანი განცხადება. ხო, არც დამაიმედებელი ჩინეთისთვისაც. არც ისა, მაგრამ არც ეს, ტაივანელები ალბათ იცურებდნენ, რომ ეთქვა უფრო ხისტად. ეს ყველაფერი, ამიტომ დაველოდოთ ამას დაჭირდება კიდე ალბათ უფრო სიცხადის შემოტანა, რას გულისხმობდა და მეორე მხრივ, როგორც თქვენ თქვით, კიდე ერთი შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ეს საკითხები ძალაში რჩება და კიდე განხილვის თემა იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა სოფლიოსთვის კარგია, რაც მოხდა, გულისხმობ, რომ ეს ტარიფების ემი და ვაჭრობის საკითხი და ესო სტაბილურად გადაწყდა, იმიტომ რომ ყოველი ახალი ტარიფების ომი და სავაჭრო ომი ჩვენნაირ ქვეყნებისთვის და ყველაფრთვის საბოლოო ჯამში უარყოფით შედეგებს მოიტანს. და გადავიდეთ ახლა პუტინის ვიზიტზე. 20 მაისს დაიგეგმა ეს შეხვედრა და აი თითქოს რას გავდა ისიც, რომ ახლა პუტინი ჩაქანდება პეკინში, ბეიჯინგში და იქ ეცდება გაარკვიოს ძალიან ხوار დამეგობრდნენ, ზედმეტად ხوار გამონახეს საერთო ენა ტრამპმა და სი ძინფინგმა, იმიტომ რომ ჩინეთი მართალია უმცროს პარტნიორად, მაგრამ უფრო ამ ბოროტების ღერძის ერთ გაგრძელებად ითვლებოდა პუტინთან ერთად. რას შეცვლის ახლა პუტინის ჩასვლა და რა შეიძლება მიაღწიოს ჩინეთთან დღევანდელმა პუტინმა, რომელიც უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია, ისე როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ხო, არ ვიცი, კარგი მოდინი ვერაფერს ექნება იქიდან გამომდინარე, რომ სტრატეგიული მიზნები რაც იყო პუტინის ამ ომში უკრაინაში, მან ფაქტია რომ ვერ მიაღწია და აქედან გამომდინარე იქნება სტანდარტული ვიზიტი, ისაუბრებენ ეკონომიკურ კავშირებზე, რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე ჩინეთი და მისი მთავარი ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასში შეისყიდოს ეს რუსული ენერგორესურსები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თუ გაზრდის რუსეთი ნავთობის წარმოებას და მიწოდებას და ჩინეთისთვის ჩინეთში ექსპორტს, რადგანაც ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ჩინეთს მეტი ნავთობი ესაჭიროება, თუმცა ამის რესურსი რამდენად აქვს რუსეთს არ ვიცით, რადგანაც მოგეხსენებათ უკრაინული დრონები მაქსიმალურად 1500 კილომეტრის და 1700 კილომეტრის მანძილზე ბომბავენ უკვე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და ფაქტია, რომ ეს უნარი რუსეთს შემცირებული აქვს. სხვა მხრივ ახლა ჩინეთის პოზიცია რომ შევაჯამოთ არის ის, რომ ჩინეთი მაქსიმალურად სარგებლობს დასავლური ეკონომიკისგან რუსეთის იზოლაციით. ამით ერთის მხრივ უზარმაზარ რუსულ ბაზარს უფრო და უფრო მეტად ეპატრონება ჩინური პროდუქცია და მეორეს მხრივ იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ტიპის სანქციების გამო
რუსულ ნავთობს და გაზს აღარ ყავს იმდენი მყიდველი, რამდენიც მანამდე ყავდა, ჩინეთს უფრო მარტივად შეუძლია მაქსიმალურად იაფად შეისყიდოს ეს ენერგორესურსები და ორივე თვალსაზრისით ეს ომი მისთვის მომგებიანია. დიახ, კი, ასეა, ნამდვილად. სხვათა შორის ნეთანიაჰუ აცხადებდა ამ ინტერვიუში იმასაც, რომ ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩინეთიდან კომპონენტები შედის ირანში. ამაზე მეც მე ახლა არ ვილაპარაკებ, ის ამბობდა, განაიმიტომ რომ ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ მე ვიცი, როდის არ უნდა თქვა არაფერი, როდის უნდა დავკეტო პირი, აი ამ სიტყვებით თქვა. შედის განსაკუთრებით მნიშვნელოვანად არის ბალისტიკური რაკეტებისთვის საწვავი და ეს საწვავი ჩინეთიდან შედის ირანში. რაღაც ტიპის იარაღსაც ყიდულობდა ადრე ირანი ჩინეთისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ესე დიდი სამხედრო დახმარება ჩინეთს არ აღმოუჩენია ამ ომის დროს ირანისთვის, მეტიც, როდესაც ირანმა დაიწყო სპარსეთის ყურის ქვეყნების დაბომბვა ომის დაწყებისთანავე, საკმაოდ კრიტიკული განცხადება დადო ჩინეთმა, რომ არ დაბომბოთ ეს ქვეყნები, რადგან ამ ქვეყნებისგან უფრო მეტ ნავთობს ყიდულობს ჩინეთი, ვიდრე თავად ირანიდან და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგორესურსების მიწოდების ჯაჭვი არ დაირღვეს და ეს სტაბილურობა შენარჩუნდეს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა ფაქტია. კი. ასე ნამდვილად და ერთი რამისიც ცხადია, ნეთანიაჰუმ ისიც განაცხადა, რომ ამ ომმა შეცვალა ის, რომ ყურის ქვეყნები საკუთარი თავდაცუნარიანობის გაძლიერებაზე უფრო მეტად ზრუნავენ ახლა და უფრო მეტსაც აკეთებენ და სხვაგვარად გამოიყურებიან უკვე ამ სიტუაციიდან. ერთის მხრივ მათ ნეთანიაჰუსთან ჰქონდა შეთანხმება და მან რკინის გუმბათის რაღაც ნაწილი გადასცა ემირატებს და ასევე ის დრონების სისტემა, რომელიც აქ უკრაინას და ყურის ქვეყნებისთვის კი დამაზარალებელი იყო ეს ომი, რა თქმა უნდა, ეხლა ნავთობის თემა. მაგრამ მეორე მხრივ მათი თავდაცუნარიანობის გაძლიერებისთვის არც თუ ისე ცუდი გამოცდილება. მათ სხვა გზა აღარ აქვთ უკვე ახლა ომის წინ იყვნენ ორად გაყოფილი ემირატები და საუდის არაბეთის ლიდერები მოუწოდებდნენ ამერიკის პრეზიდენტს დაეწყო ეს ომი და იყვნენ სხვა ქვეყნები კატარი, ქუვეითი და სხვები, რომლებიც პირიქით უფრო ფრთხილი მიდგომისკენ მოუწოდებდნენ, ხო? აქ კიდე ერთი დეტალია, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საშუალება ჰორმუზის სრუტის გავლით გაიტანონ ნავთობი და ეს არის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, მათ ნავთობსადენები აქვთ, რომელიც საუდის არაბეთის ნავთობსადენი გადის წითელ ზღვაზე და ემირატების გამოდის უფრო ქვემოთ ომანის ყურეში ჰორმუზის სრუტის სამხრეთით. შესაბამისად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირება მათზე გავლენას ვერ ახდენს. ისინი უფრო მეტ ნავთობს ყიდიან ახლა, ვიდრე ომამდე ყიდნენ. მაგრამ აი ეს ქვეყნები, რომლებიც ჰორმუზის სრუტაზე არიან დამოკიდებული, ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი, ერაყი ძალიან მძიმე ვითარებაში არიან, იმიტომ რომ უწევთ შემცირება წარმოების, ეს ცალკე ტექნიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ხანგრძლივი ვადით ასე გაგრძელება მათთვის პრობლემაა. რაც შეეხება საბოლოოდ ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ორი ალტერნატივის წინაშე დგანან, ხო? ერთი არის, რომ უნდა მოუწოდონ ამერიკის ხელისუფლებას, რომ ბოლომდე ხისტი იყოს და დაასრულოს ეს ინტერვენცია რეჟიმის შეცვლით, რაც ახლა ესე მარტივი და გარანტირებული ვერ იქნება და მეორეა რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ ირანთან, რომლითაც სტაბილურობას უზრუნველყოფენ ამ ტანკერების გამოსვლის. თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი ნიშანი არ ჩანს, რადგან საბოლოო ჯამში უნდა ნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები და ომი განახლდება თუ არა. კი ბატონო.